ორი დღეა თქვენ კაი ხალხო მოხვედით ოპოზიციაში ჩვენ თავზე წისქვილის ყო არ დატრიალებულა ეგეც დატრიალებულა მართლა აი პირდაპირ მნიშვნელობით თორე ორი დღეა ოპოზიციაში ხარ და მუდმივად მე იმ ადამიანებს ხო 100,000-ობით ნაციონალურ მოძრაობის ხარდამჭერს პირობითათო ვინც 2012-დან ოპოზიციაში ვართ ეს რო არ ყოფილიყო ის ხალხი ჩემზე კი არ ვლაპარაკობ აი ეს ხალხი რო არ ყოფილიყო ხო შეიძლება უკვე 2018 წელს დსთ-ში შესულიყო ეს ხელისუფლება ხო რაღა ეს ხალხი იბრძვის იქიდან და შენ მუდმივად ამ ხალხს ლანძღავ უდიერად მოიხსენ არ გვინდათ გუკაცო რეჟიმი გავაცილოთ მე ბანერები გამოგვიყარით თუ გინდა კაცო პრობლემა არ არის პოლიტიკური ოპონირების პირობებში ადექი და ახლა თქვენ გამოაყარეთ სისხლიანი ბანერები არ არის პრობლემა ოღონდ ეხლა მორჩით რახან გახარიას პარტიაზე მეკითხებით მიუხედავად იმისა რომ საქმის გასარჩევად ნამდვილად ვარ და ბევრად მნიშვნელოვანი თემები გვაქვს პატარა არ შემიძლია რომ რეპლიკების სახით არ უპასუხო ხოლმე ხო რაღაცა მე პირობითად ვერიდები მართლა საეთერო ბადეს ბევრი ხალხი ადამიანები ლაპარაკობენ 24 საათის განმავლობაში მართლა იმდენი რამე ხდება ასახიჩრებენ აწამებენ იჭერენ არბევენ ქალებს უვარდებიან სახლებში ჩხრეკენ არ ვიცი სიგიჟებს აკეთებენ ხო აწამებენ ადამიანებს ხო ანუ ეს ამ ადამიანებს ბევრი აქვს მოსაყოლი მაგრამ ეს ხალხი რა ის დროს პოულობს დასხდებიან რაღაცა ეთერში და რაღაცა გეგონება ეს რა ქვია ამ ხელისუფლების ნაწილი თვითონ არ იყვნენ გეგონება გავრულობის ღამე თვითონ არ მოეწყოთ გეგონება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი კაცი თვითონ არ იყო ჩვენ ხო არ ვაკრიტიკებ დიახ ნახე ერთი რამის თქმა მინდა რა ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს არ ვიცი რაც ქვია ჯერთი პოლიტიკური პარტია მოსპო ანუ არ არის ხალხო პოლიტიკური პროცესი და ვიღაცებს გონიათ რომელიღაცა პარტიის ლიდერი თავი არავინ აღარაფრის ლიდერი აღარ არის მორჩი პოლიტიკური ველი ასე ვთქვათ მოაშიშლა პოლიტიკა მოკლა ვართ რიგითი ჯარისკაცები ამ ბრძოლაში ხო არ უწყობს ხელს აი ეს ნიშნის მოგების პოლიტიკა რატომ არის ოპოზიციის რიგებშიც ერთმანეთის მიმართ აი ვიღაცა რომ გამოვადა მე მართლა ცოტა ღიმილის მომგვრელია კაცო მზია ამაღლობელი აგერზე სიკვდილის პირას არის 50-ზე მეტი პატიმარი სინდისის პატიმარი ყავს გზის გადაკეტვაზე სისხლსამართლის საქმეს გზრავენ ქალბატონებს ახალგაზრდებს არაკაკა მამაკაცებს ყველა ცემენ სახლებში უვარდებიან აპატიმრებენ და ამ დროს ვიღაცებისთვის მნიშვნელოვანია ბანერზე სადიდგება პარტიული განცხადება გაკეთება ძვირფასებო ბიძინა ივანიშვილს რომ გავისტო რეჟიმი რომ დამთავრდება მე შემოდით კაცო იმაში და გალანძღეთ რომელი პარტიაც გინდა თუ გონიათ რომ რაღაცას დაგემატებათ ეს მე უნდა ქნათ ოღონდ ახლა ეგ რეალობა არ